გამარჯობა, ჩვენო მაყურებელო და მსმენელო, პოდკასტი ემიგრანტები დღეს ისევ დაბრუნდა. მორიგი ეპიზოდი, ეს არის მეორე სეზონი, მეორე ეპიზოდი. თუ წინა ეპიზოდი არ გაქვთ ნანახი ან წინა ეპიზოდები, გირჩევთ რომ აუცილებლად უყუროთ. ჩვენ საუბრობთ ემიგრანტებზე, მათ ისტორიებზე, ყავს ძალიან მრავალფეროვანი სტუმრები, თავისი ემიგრანტული ისტორიებით და დღევანდელი სტუმარი არის ასევე ყოველთვის განსაკუთრებული, მაგრამ დღევანდელი სტუმარი ნამდვილად ძალიან განსაკუთრებულია და მე ვარ თამარა ჯობავა, ამ პოდკასტის ერთ-ერთი მასპინძელი და ახლა ჩემი თანამასპინძელი მარიამი გვეტყვის ვინ ყავს დღეს სტუმრად. მარიამ. მადლობა თამარა, მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული სტუმარი ყავს საფრანგეთში, ქართველთა ისტორიულისათვის ტომოს ხელმძღვანელი, რომელსაც როგორც წესი ვიცნობთ, როგორც ქალბატონ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმას, მაგრამ ჩვენ გაგაცნობთ როგორც ცალკე ძალიან ისეთ გამორჩეულ ემიგრანტს, ოთარ ზურაბიშვილია მოკლედ დღეს ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ოთარ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი მცირე დროის მიუხედავად მაინც გამონახეთ დრო და გვესტუმრეთ და გინდათ რომ გვესაუბროთ ემიგრაციაზე ზოგადად. თქვენ ხართ საკმაოდ ისეთი ემიგრანტული ოჯახის წარმომადგენელი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავალი ხართ, ნიკო ნიკოლაძის ოჯახიდან. მოკლედ ძალიან ისეთი ისტორია გაქვთ მართლაც, რაზეც არც თუ ისე ბევრი ვიცით, ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ ესე არ არის ნასაუბრები აქამდე თქვენს ემიგრაციასთან დაკავშირებით. რომ მოგვიყვეთ თქვენი ისტორია ახლა, ვინ არის ოთარ ზურაბიშვილი, როგორც ქართველი ემიგრანტი? ჯერ ერთი დიდი სიამოვნება არის ჩემთვის, რომ თქვენთან ვიმყოფები. ახლა გრძელი ისტორიიდან მოკლეს გავაკეთებთ, თუმცა არ არის საჭირო, რომ ახლა რაც მთავარი ხდება თბილისში და არა ემიგრაციაში. მაგრამ კარგი მგონი საინტერესო არის, რომ ყველა მიცოდეს რა არის ჩვენი ისტორია, თუ ეს ეკუთვნის მთლიანად ჩვენ ისტორიას და არა მარტო აქვს დიდი როლი დღევანდელ მოვლენებში და სიმბოლურად დიდ რამეს წარმოადგენს. მე პირადად არა, მაგრამ საერთოდ რაც არის ისტორიული ფიგურები, რომელიც იყო ემიგრაციაში და თვით ემიგრაცია, როგორც სიმბოლო იმ პრინციპების დაცვის, რომელსაც ქვია თავისუფლება, რომელსაც ქვია დამოუკიდებლობა და საქართველოს სუვერენიტეტი. ეს იყო მთელი ემიგრაციის, არ ვიცი, ახლა ერთი საუკუნე არის დაარსებული არის, რომ ერთი საუკუნის ისტორია და მუდმივად იყო მიმართული ამაზე. რა გითხრათ, მოკლედ რომ მოგიყვეთ რა არის ემიგრაციის ისტორია. ალბათ ყველა მიცის, რომ იწყება მთავარი კერა ემიგრაციის არის საფრანგეთში, როცა 1921 წელს წავიდა მთავრობა და რამოდენიმე ოჯახები, დასაწყისში საფრანგეთში არის დაახლოებით 300 ოჯახი, მეტი არა, რომელიც გავიდა ჯერ თურქეთში და მერე უმრავლესობა მაინც გადასახლდა პარიზში. ეს ემიგრაცია დაიბადა არა ეკონომიური მიზეზების გამო, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილი პოლიტიკური ემიგრაცია. დაფუძნა ჯერ ერთი მთავრობა იყო მთლიანობაში წასული საფრანგეთში და მერე ყველა პოლიტიკური ძალები, ყველა პოლიტიკური პარტიები და ვინც იყო ესე იგი ბევრი დარჩა საქართველოში, მაგრამ წავიდნენ იმ მიზნით, რომ გაეგრძელებინათ ბრძოლა უცხოეთში და ასე მოხდა. იმიტომ რამდენადაც მე არ ვიყავი წასული უცხოეთში, რასაკვირველია, მაგრამ რაც მახსოვს მუდმივად ის ბრძოლა, ის აზრები, რომელიც დღევანდელ საქართველოში კიდე ტრიალებს. ბატონო ოთარ,
შეგაწყვეტინებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს აინტერესებს თქვენი პირადი ისტორია, როლი პირველი რესპუბლიკის ემიგრაციის უდიდესია და ამაზე არა საკმარისი, მაგრამ ბევრი წიგნი დაწერილი და ბევრი ინფორმაციაც არის. ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ემიგრანტული იდენტობა. იქ დაიბადეთ, იქ გაიზარდეთ, თავს გრძნობდით თავიდანვე ქართველად, რა შეგრძნებები გქონდათ თავიდან და აი წლებიც რო გითხრათ. დავაზუსტებთ ამას. მე ვარ მესამე დაახლოებით მესამე თაობა, ვინაიდან ჩემი ბაბუა ჩემი წავიდა, ბაბუა ჩემი პარლამენტის წევრი იყო და წავიდა და ჩემი მამა ჩემი იყო ძალიან ახალგაზრდა, როცა წამოვიდა საქართველოსდან. ბაბუა ჩემი, მერე მამა ჩემი ძალიან პოლიტიკური, ძალიან აქტიურები იყვნენ. მამა ჩემი იყო ამ სათვისტომოს პრეზიდენტი დიდი ხნის წინ 60-იან წლებში და მერე ისევ დაბრუნდა 75-იან წლებში. მე დავიბადე არ მინდა ახალგაზრდა ჩემი თავი და დავიბადე 50 წელში საფრანგეთში და ქართულ ოჯახში, იმიტომ დედა ქართველი არის, მამა ქართველი არის, დავიწყეთ ცხოვრება, როგორც სუფთა ქართველები, პატარა ქართული კუნძული დიდ ოკეანეში, რომელიც არის ევროპა. საფრანგეთი ჯერ და მერე ევროპა. ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, განსხვავება იმაში იყო, რომ გარეთ იყო სულ სხვა ჩვენთვის უცხოური. როცა დავიბადეთ სალომე და მე ვარ უმცროსი, ორივე დავიბადეთ და არ ვიცოდით სიტყვა ქართული. დავიწყეთ ფრანგული უკაცრავად. ქართულად დავიწყეთ საუბარი და როცა გავედით სახლიდან, მე 6 წლის ვიყავი, სალომე ცოტა უფრო ახალგაზრდა იყო და არ ვიცოდით ჩვენ ქართული. როცა ჩავიწერეთ სკოლებში, დავიწყეთ ფრანგული, მაგრამ სიტყვა არ ვიცოდით. ანუ საუბარი დაიწყეთ ქართულად. დიახ. მე ბევრი დამავიწყდა და ისევ ავადგინე ქართული და ვიცი რამდენი ამაზე არის დაცინვა და კრიტიკა, მაგრამ რაც მთავარი არის, ეს იგი არა მარტო ენა, მაგრამ გული, ტვინი და პრინციპები შევინარჩუნეთ მთლიანად. განსხვავება არ არის და შეიძლება ახლა არ მინდა პრეტენზიულად გამოვიდეს ესა, მაგრამ შეიძლება იმ პერიოდში, ბნელ პერიოდში, ესე იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში, რომ შეიძლება უკეთესად შევინარჩუნეთ ზოგიერთი პრინციპები, რომელიც აღარ იყო, ან უფრო ძნელად იყო დაცული საქართველოში. იმხელა პროპაგანდა არსებობს ამ ევროპასთან დაკავშირებით ზოგადად, რომ აი ევროპა ყვნის და ასე შემდეგ და აი ცოცხალი მაგალითი ხართ იმის, რომ იქ დაბადებული გააზრდილი, როგორ ქართულ იდეალებზე გაიზარდეთ მაინც და როგორ პირიქით დაგეხმარათ ევროკავშირში ცხოვრება იმისათვის, რომ აი ეს ქართული ღირებულებები შეგენარჩუნებინათ, ხომ ესეა? ხო, იმ დროს არ იყო ევროკავშირი, იყო ევროპა, იყო როგორც ევროპა, მაგრამ ჩვენი წესი და ადათები მთლიანად შევინარჩუნეთ უცხოეთში. აი შეგიძლიათ გითხრათ წესი და ადათები, აი რა იყო ეს მაგალითად, რა გახსენდებათ ბავშვობიდან? ყველაფერი, ესე იგი ჯერეთი ყველაფერი იყო მიმართული საქართველოს მომავალზე. ყველაფერი იყო მიმართული იმ ფაქტზე, რომ სახლში როცა ვიყავით, არ იყო მიღებული და იყო აკრძალული იყო, რომ გვესაუბრა ფრანგულად. და დაჯარიმება მიდიოდა, როცა ვიწყებოდით და ურევდით, რაც როცა ფრანგულ სკოლაში დადიხარ, ადვილი არის რომ შეურიო და ფრანგული ტერმინები იხმარო და ეს აკრძალული იყო და მერე იყო აქტიური კერა, პოლიტიკური კერა, ესე იგი მამა ჩემი მუშაობდა ქართულ საკითხებზე და ჩვენ ვიყავით ესეც არის დემოკრატიის ნაწილი, რომ ერთად, როცა არის ოჯახი, ყველაფერს ვინაწილებთ და ჩვენ გვესმოდა ყოველ დღე ისტორიულ მოდიოდნენ მამაჩემის მეგობრები, იყო პოლიტიკური ხანდისხან უთანხმოება, ცემატყება არ იყო, მაგრამ ხანდისხან ცოტა მაღალ ტონზე საუბარი, ყველა თანახმარა იყო ერთ მეორეზე, იყო სხვადასხვა პარტიები, ყველა პარტიები, რომელიც არსებობდა დემოკრატიულ საქართველოში, იყო წარმოდგენილი უცხოეთში, საფრანგეთში მათ შორის და ხო, განსხვავება იყო დემოკრატების შორის და სოციალ-დემოკრატები, ყოველთვის არ იყო თანხმობა, მაგრამ რაც მთავარი არის, მიმართულება, დამოუკიდებლობის მიმართულება ყოველთვის იყო. კიდევ ერთხელ მინდა რომ ეხლა ეს ავხსნათ ჩვენი მსმენელისთვის, დამოუკიდებლობის მიმართულება რას ნიშნავს? ანუ
თავარი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ქვეყანა ყოფილიყო სუვერენული, თავისი დამოუკიდებლობა ჰქონოდა. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ან მაშინ რატო იყო, ან ახლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ჯერედი და ჩავჯდეთ ისევე ისტორიაში და შევიხსენოთ რომ 18 წელში არის დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისს და არის იმ დროს დაარსდა დაფუძნა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა რომელიც არა მარტო დამოუკიდებელი იყო არამედ იყო დემოკრატიული და იყო დემოკრატიული ტიპის მთავრობა რაც ძალიან მთავარი არის შემდგომ ისტორიაში რას ნიშნავს ეს დემოკრატიული დემოკრატიული ნიშნავს რომ იყო არჩევნებზე პირველჯერ არა მარტო საქართველოში არამედ მთელ ევროპაში პირველჯერ ქალები იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებზე. როგორც კანდიდატები და როგორც ამორჩეველი. როგორც კანდიდატი და როგორც ამორჩეველი, იმიტომ კანდიდატები იყო არჩეული, თუ არ ვცდები 5 ქალი იყო არჩეული იმ დროის პარლამენტში, რაც არ ხდებოდა არსად. საფრანგეთში შემოვიდა პირველი 45 წელში. ესე იგი ჩვენ უკვე ვიყავით ცოცხალი დემოკრატია, რომელიც იყო უკვე მოწინავე ქვეყანა. და იყო აგრარული ისა რეფორმა, როგორც ვიცით, იყო ბევრი ისა, რა ქვია მას, education საგანმანათლებლო ისა რეფორმები გაკეთებული. ესე იგი დამდგარი ქვეყანა იყო ძალიან მოკლე დროს. და მერე თუ დაუბრუნდით რაც ეხება ემიგრაციას იქიდან ეს იყო პირველი თაობა მერე მოვიდა რა გახსოვთ რომ იყო აჯანყება 24 წელში და იმის შემდეგ მოვიდა კიდე ერთი მუჭა ხალხი რომელიც გაქცეული იყო ისევე საქართველოსდან მერე მოვიდა თუ ფენოვნად საუბრობთ მე მესამე ფენა იყო რომელიც გაქცეული იყო საბჭოთა კავშირიდან ომის პერიოდში და მერე მოვიდა ჯერ ერთი ვინც არის წასული შევარდნაძის პერიოდში ზვიადისტები და მერე მოვიდა ეკონომიური ვინც წავიდა ეკონომიური მიზეზების გამო რომელიც წავიდა საქართველოსდან მე მინდა კიდევ დავუბრუნდე ამ დამოუკიდებლობის თემას, იმიტომ რომ ჩვენ პროპაგანდა გვთავაზობდა ერთ-ერთ ასეთ ნარატივს, რომ საქართველოს არ ჭირდება არავინ. იმისაც რომ დამოუკიდებლობი უნდა ვიყნოთ. თავისუფალი საქართველო თითქოს ნიშნავს, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ უნდა ვემეგობროთ და ჩვენით უნდა ავაყლავოთ ეს ქვეყანა. ნეიტრალიტეტის რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი ნეიტრალური ადამიანის აღმოცენება ჩვენ საზოგადოებაში, რომელსაც არასწორად სჯერა, რომ ასე მარტო ხელად შეიძლება ამ დიდ სამყაროში ავაშინოთ ქვეყანა. აი ამაზე რა სიტყვით თქვენ? როგორ უნდა ავარჩიოთ მეგობრები როგორც ქვეყანამ? ჯერ ერთი არ დაგვავიწყდეს რომ ისტორიის მანძილზე საქართველოს ყოველთვის დაწყებული მე 17 საუკუნიდან მაინც შეიძლება ცოტა ადრეც ქონდა დიპლომატიური ურთიერთობა ყველა ქვეყნებში და თუ დღევანდელ დღეს არ ვფიქრობ, მაგრამ გასულ წლებში ქართული დიპლომატიური სისტემა საკმაოდ ძლიერი ასეთ პატარა ქვეყნისთვის. რატომ იყო ძლიერი და რატომ არის საჭირო რომ იყოს ძლიერი? იმიტომ ჩვენ ვიცით ახლო ისტორიაში რომ ჩვენს ირგვლივ არის ერთი გამოცხადებული მტერი, რომელიც ვიცით რომ რუსეთი არის, მაგრამ არის ირგვლივ ქვეყნები, რომელიც ყოველთვის გიყურებენ ინტერესის თვალით, არა? და საჭირო არის რომ მიყოთ საკმაოდ თხილად მათ მიმართ. არის ახლა ეს ისტორიაში ცნობილი არის ირანი, სპარსეთი და არის თურქეთი. ამას ხომ უნდა უთვალყუროთ. და ამისთვის არის საჭირო რომ ქართულ დიპლომატიას ქონოდეს ისა შესაძლებლობა, როგორ ვთქვათ, სიმდიდრე, დიპლომატიური სიმდიდრე, რომ გააკეთოს ლავირება და ამისთვის არის საჭირო რომ იყოს ძლიერი დიპლომატია. რა ხდება დღევანდელ დღეს? დღევანდელ დღეს ფაქტიურად დიპლომატია ნიშნავს რომ არის თქვენს ირგვლივ მეგობრები ქვეყნები, პარტნიორები, რომელსაც შეუძლიათ თქვენი დაცვა, თქვენი დახმარება, როცა არის საჭირო. თუ
როგორ ვთქვათ, გავაგდეთ ჩვენი პარტნიორები, თუ აღარ არის პარტნიორები და თუ აღარ არის ის დიპლომატიური ძალა, ვინაიდან იყო გარიცხული, არ ვიცი, მინიმუმი 50% ჩვენი დიპლომატების, გამოცდილი დიპლომატების, ესე იგი არაფერი აღარ რჩება. ამას თუ დავამატეთ იმას, რომ აღარ არის მიზანი, აღარ არის სტრატეგია. ჩვენ გვჭირდება ასეთ პატარა ქვეყანას, რომ იყოს მიზანი, სტრატეგია, ძლიერი დიპლომატია და ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მეგობრები და ვინ არის ჩვენი მტერი. ეს უნდა იყოს ნათლად. და ეს როცა ნათელი არის, ჩვენ შეგვიძლია, ვიცი წარსულში ასე იყო, რომ გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ სტრატეგიულად და ჭვიანურად წავიყვანოთ საქართველოს მომავალი. არის საჭირო რომ ვიცოდეთ მართლა რომ დავეყნოთ. მაგალითად, ბევრი რამე არის ძალიან უცნაური. იმ დღეს უსმენდი ირაკლი ალასანიას კონფერენციას. კონფერენციას ჩანაწერს. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ ახსენებდა რა იყო იმ დროს თითქმის გადაწყვეტილი და ხელს აწერდნენ იმას, რომ იყო საქართველოს აერო დაცვის მთლიანი სისტემა შემოტანილი საფრანგეთიდან. ესე იგი დღევანდელ დღეს ვიქნებოდით მთლიანად საერო სივრცე იქნებოდა მთლიანად დაცული. და დღეს ვიგებთ რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ იყოს დაცული. ნახოთ როგორ იქცევა ისრაელი, როგორ ჭირდება ესა, როგორ ჭირდება ევროპას, როგორ ჭირდება დანიას და ასეთ სხვა ქვეყნებს და დღეს არა გვაქვს ესა. ეს ნიშანი არის იმისი, რომ უკვე დიპლომატიური როგორ ვთქვათ, სტრატეგია უკვე ვიყავით იმიდან მოწყვეტილი. კი, ნუ ეს პროცესები ფაქტია, რომ დიდი ხნით დაწყებულია უკვე და ეს კაბელების საქმე ერთ-ერთი ძალიან ისეთი მაგალითია ამის. ბატონო, ეხლა ცოტა კიდევ უფრო რომ დავბრუნდეთ ამ ემიგრაციის ამბებს, მე მაინტერესებს ისევ თქვენი პირადი ისტორიიდან გამომდინარე, რომ პირველად რომ ჩამოხვედით საქართველოში, მე მოქალაქეობაც მე მიიღეთ როგორც ვიცი, რა იყო ის სურათი, რაც საქართველოზე გქონდათ ამ ემიგრაციაში ცხოვრების დროს შექმნილი და მე რა დაგხვდათ, როგორი შეგრძნება იყო, რომ თქვენს ფესვებს რო დაუბრუნდით. ჯერეთი მე გვიან ჩამოვედი პირველჯერ საქართველოში, ვინაიდან ჩვენთვის იყო აკრძალული პრინციპის დონეზე, ესე იგი თხოვნა რომ შემეტანა საბჭოთა კავშირისთვის რომ კი ვაპირებს საქართველოში ჩამოსვლას სიამოვნებით მომცემდნენ. მაგრამ პრინციპი იყო ოჯახში რომ სანამ არ არის საქართველოს სუვერენიტეტი აღდგენილი, არანაირად ვერ ჩამოვალ და ვერ თხოვთ მტერს რომ მოგცეს ვიზა რომ ჩამოვიდეთ და ვისეინოთ საქართველოში. ეს მიუღებელი იყო ჩვენთვის. ესე იგი მე ჩამოვედი საქართველოში პირველჯერ 90 წელში როცა უკვე იწყებოდა ახალი მთავრობა, ახალი ხელისუფლება და გზა იყო უკვე გახსნილი დამოუკიდებლობისკენ. რა ვიგზენი? ჯერ ერთი ძალიან მეშინოდა, იმიტომ ჩვენ ვიყავით გაზრდილი ოცნებებში და როგორ ვთქვათ, როგორც დასიზმრული საქართველოს იმიჯით. და მეშინოდა იმისი, რომ აქ როცა ჩამოვიდოდი, არ იქნებოდა იგივე საქართველო და იქნებოდა დიდი განსხვავება ერთის და მეორეს შორის. და ეს იყო მთავარი შიში. როგორც კი ჩამოვედით აქა, წუთში არ ვიცი, ახსნა ამაზე რთული არის, იმიტომ არ მაქვს ამაზე პასუხი, ვიგზენი რომ მე დაბრუნდი, სადაც უნდა ყოფილიყავი. სხვა ადგილი არ იყო ჩემთვის. ეს გრძნობა მქონდა, ყოველთვის მქონდა, იმიტომ გაზილი ვიყავი ამაში, მაგრამ როცა ფიზიკურად, როცა ჩამოდიხარ მიწაზე, შენ მშობლიურ მიწაზე და გრძნობ, რომ ეს არის შენი მიწა, სხვა არ არის, ერთი არის და სულ სხვა შტაბილი და მე არის ადამიანური კონტაქტები, იმიტომ ჩვენ გაზრდილი უცხოეთში იყო პატარა ემიგრანტული წრე, ჩვენ გვეგონა რომ მთლიანად საქართველო იცავდა დაახლოებით 100-ოდე კაცს და მეც არ და აქ როცა მოვედით უკვე იყო ურთიერთობა სულ სხვა, იყო ქვეყანა მისი სილამაზე და ამაზე არ გავაგრძელებ, იმიტომ ტურისტული ისა ჩამოსვლა არ იყო, უკვე იყო პოლიტიკური ისა ჩამოსვლა, იმიტომ ბატონი ზვიადი იყო უზენაესი საბჭოს პრეზიდენტი და ჩვენ ჩამოვედით იმ მიზნით, რომ რაღაცა უნდა გაგვეკეთებინა საქართველოსთვის.
სამწუხაროდ ძალიან მოკლე დროში ეს შეიცვალა და სხვა რამეზე გადავედით, მაგრამ ეს არის პირველი შტაბ-ეჭილება საქართველოსი 90 წლიანს თქვენ არ გახსოვთ ის პერიოდი, რომელიც ბნელი პერიოდი იყო. ჩვენს გვაქვს საკმაოდ დაგროვებული მოგონებები 90-იან წლებზე საქართველოში. მე გადმოცემით ვიცი, მაგრამ კი, მე მგონია რომ მოგონება და მეხსიერება მაინც ისეთ რაღაცაა, რომ გადმოცემითაც გადაეცემა, რაც არის მით უმეტეს პოლიტიკური მეხსიერება არის საკმაოდ ძლიერი. პოლიტიკაში და მოვიხარჩეთ ფაქტიურად 24 წლის ვიყავით, რომ ჩემ დასთან ერთად და სხვა მეგობრებთან ერთად დავაარსეთ ელსინკის ჯგუფი საფრანგეთში, რომ დაგვეცვა რაც შეგვეძლო ზვიადი და მერაბი. და თელეს ამ პერიოდში იყო პოლიტიკური აქტივობა იმ გაგებით, არა პარტიული მოძრაობა, არამედ ნამდვილი პოლიტიკური ეროვნული მოძრაობა. იმიტომ ჩვენ იმ დროში უკვე ნაკლებად გვჯეროდა ისა, რომ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლა. ეს არის მთავარი საკითხი და ამითი ფაქტიურად უბრუნდებით დღევანდელ დღეს და ვფიქრობ, რომ საჭირო არის, ეს უნდა კარგად მივხვდეთ, რომ ჯერ კიდე სამწუხაროდ არ არის ის პერიოდი, სადაც შეიძლება გაიხსნას ბრძოლა პარტიული. ესე იგი, რომ იყოს კარგია რომ იყოს განსხვავებული პარტიები, მაგრამ მათ შორის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი არის, რომ არის ბრძოლა, იქაც არის ცოტა მეტნაკლებად არის ის ვინ იქნება, ვინ დაიკავებს პირველ პოზიციას. არა ვართ იმაში, ამ ფუფუნებაში. შეიძლება ვიქნები, როცა ვიქნებით დამდგარი, საბოლოო დამდგარი სახელმწიფო და სუვერენიტეტით, მაშინ კი რამდენიც გინდა იდავე, როცა აღარ არის მთავარი რისკები. როცა გადავაჭარბეთ და გადავიარეთ ეს მთავარი რისკები. აქ რისკები არის სიცოცხლე სიკვდილზე, არა, ქვეყნის. ამას ვკითხულობდი, რამდენჯერმე შემხვდა იმისათვის, რომ საზოგადოებაში ცვლილებები მოხდეს, საზოგადოების 3%-ით საკმარისი არისო, მაგრამ მე ვთვლი, რომ ქართველი ხალხი საკმაოდ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, ჯერ ამ ამბოს ისიც მოწმობს, რომ ათასობით გამოვდივართ ქუჩაში, როცა საჭირო არის გასაპროტესტებლად. მაგრამ ასევე ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღი, რაც შეიძლება მოქალაქეს ჰქონდეს ხელში, ეს არის არჩევანის გაკეთება, არჩევნები. და დღეს მქონდა საუბარი ჩემს თერაპევტთან სხვათა შორის ამაზე, რომ ეს არჩევანი ახლა წაგვართვეს რეალურად კუთხეში დაგვაყენეს, გვაქვს ასარჩევი, რეალურად არჩევნებზე წასვლა სწორი საქციელია თუ არასწორი საქციელია. წესით ხო სწორი საქციელი უნდა იყოს, რომ წახვიდე და შენი ხმა დააფიქსირო, მაგრამ ახლა რეალურად ის ამ წინასაარჩევნოდ ის მდგომარეობა გვაქვს, რომ რა არის სწორი, ხო? როგორ უნდა მოვიქცეთ. ამასთან მინდა რომ ემიგრანტებზე ვთქვა, მეც ემიგრაციაში ვიყავი, როდესაც ის შარშანდელი არჩევნები ხდებოდა და აქტიურად ვიყავი ჩართული ინფორმირებაში ემიგრანტების და რიცხვებმაც აჩვენა, რომ ბევრად უფრო მეტი, მე მგონი თუ არ ვცდები გასამაგდა ემიგრანტების რაოდენობა, ვინც წინა წლებში იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ფაქტია, რომ ეს რაღაცა შიმშილი იმის, რომ საკუთარი ქვეყნის შენებაში მონაწილე იყოს, ქართულს აქვს. ეს შეგრძნება და ეს პასუხისმგებლობა. თქვენც ძალიან აქტიურად იყავით ჩართული წინასაარჩევნოდ, ხო? მაშინაც და ახლაც და თქვენი დაკვირვებები რა არის? როგორი არის თუ არა დიასპორა მობილიზებული, იმიტომ რომ დიასპორა გაიზარდა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკა წავიდა იმ 300 ოჯახიდან ძალიან ხო რაღაცა ვიცით, რომ დაახლოებით 1 მილიონზე ან შეიძლება მეტიც ქართველია ემიგრაციაში. შეიძლება მეტიც, ხო. კი, როგორია ახლა დიასპორა თქვენი გადმოსახედიდან? შენ ახსენე ისა, რომ ძალიან ემიგრაცია ძალიან ჩართული არის საერთოდ არჩევნებში, იყო ჩართული. ახლა თუ გადავედით მე ამ არჩევნებზე, ეს არჩევნები არ არის ჩამოკიდული HR-ში, ხომ? ესე იგი, ერთი წლის უნდა შევხედოთ წინა არჩევნებს. წინა არჩევნები იყო თავარი, როგორ ვთქვათ, გაყალბება
არჩევნების ჩემს აზრით თავარი შეიძლება ხალხმა კარგად ვერ დაინახა, მაგრამ თავარი გაყალბება იყო უცხოელი, საზღვარგარეთ. რატომ? იმიტომ ვიცით, რომ დაახლოებით არის 600,000 ამომრჩეველი უცხოეთში. და თხოვნა შენ საქმის კურსში ხარ და ძალიან კარგად იცი ესა, რამდენი თხოვნა იყო, რომ გაეხსნათ საერთოდ სხვა საარჩევნო ოფისები, ქვეყნებში, სადაც არის თითო ქვეყნებში მინიმუმი 30,000, შეიძლება 40,000 ქართველი და მათ შორის მინიმუმი 30,000 ამომრჩეველი, მიუღებელი არის, როცა ვიცით, რომ მიმოფანტული არის მთელ ტერიტორიაზე, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, ამერიკაში რასაკვირველია, რომ ხალხი ფიზიკურად ვერ მოვა. და ეს არის ერთ-ერთი უკვე დემოკრატიის გარყნა ფაქტი, რომ უნდა იყოს თანასწორობა, ხომ, დაცული. და რა თანასწორობა არის, როცა შენ ფული არ აქვს და უნდა იზოლებული ხარ, რომ 2000 კილომეტრი გააკეთო, რომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის მიუღებელი. და შედეგი ამისი არის, რომ ეს ყველა ხმები არის მოპარული ფაქტიურად. 600,000 ადამიანიდან 30,000-მა მიიღო მონაწილეობა. რატომ? ძალიან კარგად იცოდა ხელისუფლებამ, რომ მათ შორის იყო ბევრი ჯერეთი იცოდნენ რა იყო დემოკრატია და ამ პრინციპებზე გაზრდილი ხალხი. და რაც ნახეთ დეტალურად მე ვიცი ქვეყნიდან ქვეყანაზე, ვიცი ზუსტად რა ციფრები იყო. იყო 73% ოპოზიციის მხარეს. ესე იგი რომ ყოფილიყო, როგორც ეხლა მოხდა მოლდოვაში, რომ ყოფილიყო არჩევნები ჩატარებული ყველგან, სადაც არის ქართველები ჩაწერილი, საარჩევნო ისა ოფისებში, იქნებოდა უმრავლესობა, უკვე იყო ამაში. მაგრამ იქნებოდა ისეთი უმრავლესობა, რომელიც ჩვენთვის დიდი სურპრიზს წარმოადგენდა და შედეგიანად. ცოტა კიდევ უფრო გასაგები რო გავხადოთ მაყურებლისთვისაც, მაინც პატარა შეჯამებასავით გავაკეთებ, რომ ის ხმები, რაც ფაქტობრივად ემიგრაციაში დაიკარგა, იმიტომ რომ ადამიანები ვერ წავიდნენ არჩევნებზე, ხო? იმიტომ რომ იყო შეზღუდვა მთავრობის მხრიდან, არ იყო პოლიტიკური ნება იმის, რომ გაეხსნათ საარჩევნო უბნები და ძალიან ბევრი ემიგრანტი ჩემი ახლობელი ვიცი, რომ წავიდნენ მაგალითად ლიონიდან პარიზში რო თუ სტრასბურგში, არ მახსოვს ზუსტად რომელში იყო გახსნილი პარიზში იყო, ხო? და სტრასბურგიდან პარიზში მთელი დღე ფაქტობრივად გზაში ყოფნა მოუწიათ, რომ ხმა მიეცათ და ეს არ იყო თავისუფალი არჩევნები, ეს იყო შეზღუდული ძალიან, სადაც უამრავი ხალხის ხმა დაიკარგა და ჩვენ ვიცით, რომ მერე შემდგომში უკვე როცა დაიდო რეპორტები იმის თუ როგორ მოხდა ამ ყველაფრის გაყალბება, აი საქართველოში ვიღაცები 2 და 3 პირადობის მოწმობით რომ მიდიოდნენ, ბევრი იყო იქ პირადი ნომერი ემიგრანტების. შესაბამისად, ხო, რა თქმა უნდა, ვერ მოხდა ამ ემიგრანტული ხმების დაცვა. მაგრამ მე როგორც ხედავ, თქვენ ფიქრობთ დიასპორა არის ძლიერი ამჟამად ქართული, ხო? ძლიერი არის, როგორც ყოველთვის ქართველებშიც ყველაზე ძნელი ის არის, რომ ორგანიზაცია. ესე იგი, რომ იყოს რაღაცა საერთო ხედვა, საერთო სტრატეგია და საერთო ორგანიზაცია. და ყველას სამწუხაროდ ასე არის, ესე შეიძლება სიძლიერეც არის ესა, მაგრამ ყველას უნდა მეთაურობა, ყველა ფიქრობს, რომ მისი აზრი არის გადამწყვეტი და ცოტა ხანდისხან ცოტა რთული არის, რომ აქედან გამოვიდეთ და გქონოდეთ ერთი საერთო სტრატეგია. მაგრამ ეს აუცილებელია და ნელ-ნელა ეს დაიხვეწება, დარწმუნებული ვარ. პოზიტივი ამაში რა არის? პოზიტივი არის, რომ არის მათ შორის ჩნდება ბევრი ლიდერები. როცა უყურებთ როგორ ხდება დღევანდელ დღეს აქციები, საინტერესო იმაში არის, რომ არ არის ერთი ლიდერი, არის მრავალი ლიდერები, რა. და ალბათ ამისთვის გადარჩა შესაძლებლობა აქციების, იმიტომ რომ ყოფილიყო ერთი ლიდერი, ალბათ დაკავებული უკვე იქნებოდა, რა. და ბატონო ოთარ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მომავლის საქართველოს პოლიტიკური ლიდერები? აი, როგორი პოლიტიკური ლიდერების ხილვას ისურვებდით უფრო მეტად?
და აი ამ მობილიზაცია ორგანიზება რაც ვახსენეთ ხო რომ ეს ორგანიზება ცოტა გვიჭირს რაზეც ბევრი გვაქვს საფიქრი აი როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი გვიჭირს იმიტომ ჩვენ ყოველთვის ჯერ კიდევ იმაში ვართ რომ ველით რომ მოვიდეს ერთი გადამერჩენი ლიდერი ისე ცოტა მესიანურ ისა სურათს ვიცავთ ქრისტიანული სინამდვილეში რა ძალიან ქრისტიანულია ხო ნუ მოვიდეს ჩვენი მესია მოვიდეს და მე წავყვებით რა ასე არ არის სიმართლეში იყო ისტორია გვაჩვენებს რომ იყო ასეთები მაგრამ ეხლა ცოტა იცვლება და საჭირო არის და მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ რომ საჭირო არის რომ იყოს ნამდვილად დემოკრატიული იყოს მრავალპარტიული მთავრობა იყოს გაცვლა აზრების და მე შეჯერება როგორც ხდება ევროპულ ქვეყნებში მათ შორის გერმანიაში საფრანგეთის ცოტა სწავლობს როგორ უნდა იმუშაოს სხვადასხვა პარტიებთან და რთული საკითხი არის მაგრამ საჭირო არის რომ ეს ამ კულტურაზე მივიდეთ და მე მგონია რომ დღევანდელი რაც მოვლენები რაც ხდება ამ გზით მიდის ჯერ ერთი ქუჩაში ადამიანები როცა არიან ჩანს რომ ურთიერთობა სულ სხვა არის რაღაცა იბადება ახალი რაღაცა აზრების ცვლილება არის აზრების გაცვლა არის ეს არის სწავლა დემოკრატიის და ნელ-ნელა მივალთ იმაზე ნელ-ნელა კი არა ჩქარა უნდა მივიდეთ მაგრამ ჩქარა მივალთ იმაზე რომ იქნება მრავალ ფეროვანი მთავრობა და შესაძლებელია რომ ერთად დავსხდეთ ადგილი შეიძლება ეს არის ჩემი ისა ოცნებები რომ ბავშვობიდან მოსული რომ ერთი არის საქართველოს და ერთი არის იგივე აზრი გვაქვს ყველას დარწმუნებული ვარ რომ ძირითადი აზრები ერთ და იგივე არის მე როგორ მივდივართ რა გზით წავალთ ამაზე შეიძლება დავა და მე მზად ვარ ყველასთან დავა ამ საკითხებზე ერთი საერთო აზრი ისე რომ ყველას სინამდვილეში ადამიანურად კარგი ცხოვრება უნდა ღირსეული ცხოვრება მაგრამ ეს ერთიანი საქართველოს ძალიან მრავალფეროვანია ჩემთვის პირადად ახალი პოლიტიკა მინდა მრავალფეროვანი იყოს პოლიტიკოსებიც მრავალფეროვანი მინდა იყოს მინდა რომ ახალგაზრდები აი ჯენზი შედავდე პოლიტიკაში მინდა რომ მეთქალს შედავდე პოლიტიკაში მინდა რომ შშმ პირები იყვნენ მინდა რომ მუსულმანური თემი იყოს ძლიერი ჩემს ქვეყანაში იმიტომ რომ ძალიან დიდი თემი ყავს სინამდვილეში და ამაზე თვალების დახუჭვა არ გამოგვივა ეს მონოკულტურა არ ვართ არასდროს არ ვიყავით და კავკასიაში ძალიან ბევრი ენაზე ლაპარაკობდნენ ყოველთვის და ბევრი სხვადასხვაგვარი ადამიანი ყავდა და მარტო აი ამ მიმღებლობით შევძლებთ თანაცხოვრებას სხვა შემთხვევაში არ გამოგვივა და ეს არის ძალიან რთული სავარჯიშოა სინამდვილეში ხო რაღაცა ყველას არ არის იური საპირისპირო აზრის მიღება მაგრამ კი აი ბევრად უფრო ემპათიური სულ ამას ვამბობთ რა ჩემი და მარიამის დიალოგები არის ამ რა გვინდა ხო რა გვინდა რომ ვიხილოთ შემდეგში შემდეგ 10 წელიწადში იმიტომ რომ არ არის მარტო ამ სიტუაციის განმოხტვა მიზანი არამედ რა თქმა უნდა ეს ახლა პრიორიტეტების სიაში თავშია მაგრამ მიზანი არის რომ ღირსეული ქვეყანა ავაშენოთ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ხო, რეალურად ეხა დუღილის პროცესში ვართ, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, მით უმეტეს თანამედროვე საქართველოს ისტორიას, ეს რაღაც დუღილის მომენტები გქონია აქამდეც, მაგრამ ბევრი გაშვებული შესაძლებლობაც გვაქვს, ხო? რაღაცები ვერ ვისწავლეთ, ვერ გამოვიყენეთ კონკრეტული მომენტები, ან გამოვიყენეთ, მაგრამ მე ისევ იგივე წრეზე წავედით და ამ მართლა მოჯადოებულ წრეზე სიარულიდან უნდა დავიხსნათ თავი. და ზუსტად ეს რაღაცა უფრო ემპათიური, უფრო გახსნილი და მრავალფეროვანი პოლიტიკა მგონია იმის საწინდარი, რომ ამ წრის გარღვევა მოხდეს. სხვანაირად ისევ იგივე იმაზე ვტრიალებთ. მე და თამარა სულ საუბრობთ, რომ აი როგორი პოლიტიკოსები გვინდა რომ ვიხილოთ. ან მომავალში თუ ჩვენ თავები გვინდა ვიხილოთ, როგორც ვისურვებდით რომ ვიყოთ, იმიტომ რომ რაღაცა ახლანდელ პოლიტიკოსებსაც ეს თვითრეფლექსია აკლიათ რაღაცნაირად, ხო? მარტო პოლიტიკოსებზე არ უნდა იყოს მიმართული ესა, იმიტომ თავარი არის თვითსაზოგადოება. მესმის რასაც ამბობთ პოლიტიკოსებზე, მაგრამ ირგვლივ საჭირო არის რომ რაც გქონდა
და რაც ცოტა იკარგება ჩვენი ბრალი ხომ არ არის, მაგრამ მედია თავისუფლება ეს აუცილებელი არის არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების ორგანიზაციები, სინდიკატები, ეს ჯერჯერობით არ აგვაქვს. უпроსწორედ ადამიანები არის, რომელიც ცდილობენ ეს გამოგვიგლიჯონ ხელებიდან რა. ეს აუცილებელი არის და ამასთან ერთად მოდის რაც არის საჭირო პოლიტიკოსები და პოლიტიკოსების მრავალფეროვნება. მგონი შეიცვლება ახლა იმედია რომ დღების საკითხი არის ან თვების საკითხი არის და ეს მგონი ყველა გრძნობს და ყველა იგებს რომ საჭირო არის რომ იყოს ასეთი ცვლილებები და მე მგონია რომ ეს როგორ ვთქვათ ბზარი არის რომ შედის პოლიტიკურ პარტიებში და იგებენ რომ სხვანაირად უნდა მიუდგეთ ამას რომ საჭირო არის რომ ლოზუნგებით მარტო არ შეიძლება მოქმედება საზოგადოების საჭირო არის რომ ამის უკან იყოს უფრო ხედვა მთავარი არის მაგრამ დამუშავებული ხედვა იყოს ამის უკან იყოს ვიმეორებ ამ სიტყვას მithom ძალიან მიყვარს სტრატეგია ესე იგი წინასწარ უნდა იცოდე როცა ერთი შავი არის რომ თეთრი არის შეიძლება იყოს გვერდით არა და ორივეს უნდა ერთად იმუშავო მახსოვს ყველა რომ დარბოდა არჩევნების პირველი საპარლამენტო არჩევნების დროს რომ აბა დამთავრდა და კითხვა ისა ჩვეულებრივი კითხვა არის რომ კარგი მაგრამ თუ არ დამთავრდა რას ვაკეთებთ ესე იგი უნდა იყოს როგორც ჩვენ ვიცით ნასწავლი გაქვს და შენაც გაქვს რომ არის ევროპაში აგზა და ბეგზა და ორივე უნდა დაამუშავა რა რომ იყოს გამოსავალი სანამ დავასრულოთ ბატონო ოთარ არის რაიმე რისი გაზიარებაც გინდათ ჩვენი მაყურებლისთვის მძიმე დღები გველის წინ ეს ეპიზოდი გავა არჩევნების მერე მართალია მაგრამ იმ ადამიანებს რომ ვუთხრათ ვინც ყველანი დაძაბულები ვართ ახლა მაგრამ თუ გამოსავალი არ დადგა შემდეგ დღეებში რაღაცა დამაიმედებელი რაღაც სიტყვები გითხარით გეთაყვა არა ჯერ ერთი თხოვნა ის არის რომ ვინც ჩემს აზრით ტაქტიკური ან არატაქტიკური შეცდომით მიდის არჩევნებში წყევლა არ არის საჭირო ეს ადამიანი თუ ვამბობთ თავისუფლებაზე არის ადამიანი თავისუფალი არის რომ ჩაიდინოს ჩემს აზრით შეცდომა და წავიდეს არალეგიტიმურ არჩევნებზე წავიდეს ოღონდ თუ მიდის და თუ ეკუთვნის იმ საქართველოს რომელზეც საუბრობთ უნდა მოვიდნენ მერე აქციაზე აუცილებლად და არ არის განაწილება ხალხის ვინც ყველა მოვა ის იქნება აქციაში და ის ამზადებს სინამდვილეში საქართველოს მომავალს მე ოპტიმისტურად მე მჯერა არ ვიცი ხვალ იქნება ზეგი იქნება ერთ კვირაში იქნება მაგრამ თავარი არის რომ კარგ მიმართულებაზე და კარგ გზაზე და სწორ გზაზე ვდგევართ და არის ცოტა უფრო ღმათ მესმის რომ ძალიან ძნელია ხალხი იტყვის რომ ხო უცხოეთიდან ჩამოდის და მისთვის ადვილია ამის თქმა მართალი არის ადვილი არის შედარებით მაგრამ ჩამოდიან ემიგრანტები და იცოდეთ ყველამ რომ ემიგრანტები გიყურებენ მზად არიან ცოტა უფრო შორს წავიდნენ ჩვენი როლი არის რომ დავაძრიოთ უფრო ჩქარა, უფრო შორს, უფრო ხშირად, რომ იყოს მეტი ურთიერთობა ემიგრანტებთან. ვიცით რამდენად ფინანსიური დიდი ძალა არის, მაგრამ არ არის სამყოფი რომ იყოს მარტო ფინანსიური ძალა. არის პოლიტიკური ძალაც, ადამიანური ძალაც. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ოთარ. ძალიან დიდი მადლობა. უსასრულოდ შეგვიძლია თქვენთან საუბარი. საუბარი გამოგვივიდა ჩემი აზრით. და ვემშვიდობებით ახლა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. კი მარიამ ახლა მე ვიტყვი ამ ამბავს რის თქმაც ყოველთვის მიჭირს ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ ამ პოდკასტის ფინანსური მხარდაჭერაც და აღწერილობაში ამისი ლინკები იქნება განთავსებული და ჩვენ გავაგრძელებთ შრომას, იმიტომ რომ ყველამ ცალ-ცალკე უნდა დავდოთ ჩვენი წილი აგური ამ ქვეყნის შენებაში. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენდით. მადლობა.